მსოფლიო ფერწერის ისტორიაში არსებობს მხატვარი, რომლის ნახატები დღეს ასობით მილიონ დოლარად იყიდება. თუმცა სიცოცხლეში ხშირად საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდა. ეს იყო ამადეო მოდილიანი, იტალიელი გენიოსი, რომელმაც საკუთარი ტკივილი ხელოვნება აქცია. ბავშვობიდან მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა, თუმცა ოცნებაზე არასოდეს უთქვამს უარი. 1906 წელს ის პარიზში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხატვრად უნდა ქცეულიყო. მისი ნახატები ყველასგან განსხვავდებოდა. გრძელი კისრები, წაგრძელებული სახეები და იდუმალი თვალები მის ხელწერად იქცა. მაგრამ თანამედროვეები მის ნიჭს ვერ აფასებდნენ. მოდილიანი სიღარიბეში ცხოვრობდა, ხშირად ძალიან იაფად ყიდდა საკუთარ ნამუშევრებს. ზოგჯერ კი ფულის ნაცვლად მაცაკვებსა და სასმელში ცვლიდა. მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი ნაწილი ფრანგი მხატვრის ჟანა ებიუტერნის სიყვარული იყო. ჟანა მისი მუზა გახდა და მოდილიანმა მისი არაერთი დაუვიწყარი პორტრეტი შექმნა. 1917 წელს მისი შიშველი ქალების გამოფენამ ისეთი სკანდალი გამოიწვია, რომ პოლიციამ გამოფენა გახსნიდან რამდენიმე საათში შეაჩერა. მხატვრის ჯანმრთელობა კი დღითიდღე უარესდებოდა. 1920 წელს, მხოლოდ 35 წლის ასაკში ამადეო მოდილიანი გარდაიცვალა. 2 დღის შემდეგ ამ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო ორსულმა ჟანა ებიუტერმაც და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა მსოფლიო თუ ვინ დაკარგა. დღეს მოდილიანის ნამუშევრები მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში ინახება, ხოლო ზოგიერთი მათგანი აუქციონებზე ასობით მილიონ დოლარად იყიდება. გენიოსმა, რომელმაც სიცოცხლეში აღიარება ვერ მოასწრო, სიკვდილის შემდეგ უკვდავება მოიპოვა. ვრცლად ამადეო მოდილიანზე სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.